მოვიდა ზეკაცისა მოძიება და ცხოვრებად წარწმედულისა. საყვარელო ძმებო, ეს მოწყალებით ახსავსე სიტყვები, რომლები ჩვენ დღეს სახარებაში მოვისმინეთ, განკაცებულა ღმერთმა თქვა ცოდვილზე, რომელსაც ღვთის მართალმა სამართალმა დაღუპული უწოდა, რომელიც გამოსყიდვის ზალამ და მადლმა მოიძია და შეიტანა და ჩაწერა გადარჩენილთა შორის. ცოდვილი ზაქე იყო მებაჟე და მებაჟეთა უფროსი. მას ჰქონდა მნიშვნელოვანი სიმდიდრე, როგორც სახარება აღნიშნავს, რითაც მიგვანიშნებს იმ საშუალებებზე, რომლებითაც სიმდიდრეა შეძენილი. მებაჟეებს ეძახდნენ გადასახდელთა ამკრეფებს. მაცდურია ფული, ოქროსა და ვერცხლის ბრწყინვალება აჯობებს ადამის შთამომავლების თვალებს, რომლებიც ცოდვით არიან დაავადებულნი იქ, სადაც ფული ბრუნავს, ძალიან იშვიათია, რომ ბოროტება არ შემოიპაროს. მებაჟეები უმეტესწილად მეხრთამეობდნენ. როცა მეხრთამეობა ვნებად გადაიქცევა, მაშინ იგი საკუთარ თავს ყოველგვარ ძალადობის, მოყვასის ყოველგვარი ჩაგვრის უფლებას აძლევს. მეხრთამეობის ვნების დასახმარებლად მზაკვრობისა და თვალთმაქცობის ვნება მოდის. მათი შეერთებით ჩნდება მომიზეზებისადმი მიდრეკილება, რომელიც კანონების ზედმიწევნითი დაცვის საბაბით ყველა წმენდმას ეკიდება, უდანაშაულოსათვის დანაშაულს იგონებს და ასეთი საქციელი ცდილობს მოყვასის მიმართ ჩადენილი არაადამიანური შევიწროებისა და სისასტიკის სამართლიანობის სახე მისცეს. ასეთი ხასიათის გამო მებაჟეები ხალხს თავზარს სცემდნენ და ზნეობრივ ადამიანებს ზიზღს ჰქვრივდნენ. საქე მებაჟეების უფროსი იყო. მისგან მდგომარეობის ბოროტით გამოყენებას უფრო დიდი გასაგანი ჰქონდა, ვიდრე მისი ქვეშევრდომებისას. უმიზეზოდ არ არის ნახსენები, რომ იგი მდიდარი იყო. უსამართლობით გამდიდრდა. მისი ცოდვა იყო მეხრთამეობა. მისი სულიერი სენი იყო ანგარება და ანგარებისაგან გამომდინარე უმოწყალობა. კაცობრიობისადმი უთანაღრძნობა. მძიმე ცოდვებისათვის სულის დანაშაულებრივი განწყობისათვის ზაქე დაღუპულად მოიხსენება. ადამიანთა ზედაპირულმა ხშირად მაცდურმა მშავლმა კი არ აღიარა იგი დაღუპულად, არამედ მასზე განაჩენი თავად ღმერთმა წარმოთქვა. ზაქე გამობრძმედილი ცოდვილი გახდა. მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით სიმდიდრის დასაგროვებლად საჭიროა ხანგრძლივი დრო და ამ სახით მუდმივი მოქმედება. აქ ერთი წამით გავჩერდებით, ნახეთ. კაცი კი არ ამბობს, ღმერთი ამბობს, რომ ზაქე იყო დაღუპული. დაღუპული იყო, იმიტომ რომ იყო ანგარებიანი. იყო მეხრთამე. ეხლა ჩვენ გარშემო გავიხედოთ, რამდენი ადამიანია ასეთ მდგომარეობაში, რომ მოყვასის ჩაგვრით მდიდრდება. ზოგი ღვთამს იღებენ, ზოგი სხვა რამეებს აკეთებენ. და ნახეთ როგორ იყო ნათქვამი, ეს პროცესი რომ გამდიდრდნენ მეხრთამეობით, დიდი დრო ჭირდება, ერთი ღვთამით ვერ გამდიდრდები. ნელა აგროვებდა. ანუ გამობრძმედილი ცოდვილი იყო ზაქე. კაცს ჰქონდა შესწავლილი, როგორ გამოეძალა ადამიანებისაგან ბოლო კაპიკები და გამდიდრებულიყო. აქ ნახეთ კიდევ რა ითქვა. მეხრთამეობის ვნების დასახმარებლად მზაკვრობისა და თვალთმაქცობის ვნება მოდის. მზაკრობაც მოდის. აი თითქოს გადასახდელი გაქვს.
და არა გაქვს გადასახდელი. ეს რო გამორჩეს, იმიტომ გაქვს გადასახდელი. და ადამიანს იმდენ რამეს დაავალებენ, რომ გადაიხადო, შეიძლება ვალებში ჩააგდო. ის ადამიანები, ვის თანამდებობებზე არიან, უნდა ახსოვდეთ, რომ მექთამეობას კაცი ჩაყავს ჯოჯოხეთში. არც მეტი და არც ნაკლები. ამას მე კი არ ვამბობ. ეს თქვა თვითონ უფალმა იესო ქრისტემ ზაქეზე, რომ წარწყმედული იყო ზაქე ცოდვების გამო. მაგრამ რამ გადაარჩინა, ამასაც მოვისმენთ ალბათ ღმერთს წმინდა სახარებიდან. ზაქეს ცოდვილი ცხოვრების მიზეზი იგივეა, რაც დღეს არის ბევრის ცოდვილი ცხოვრების მიზეზი. საყოველთაოდ მიღებული ჩვეულებების მიხედვით ქცევის მიყოლა და ღვთის რჯულის არ ცოდნა, ან ძალიან ზედაპირული ცოდნა. ჩვეულებრივ მებაჟებს მომხეჭველობის მანკიერება იტაცებდათ. ზაქეც ამით იყო გატაცებული. ქრისტეს თანამედროვე იუდეის მოსახლეობის უმრავლესობა თითქმის მხოლოდ თავისი მიწიერი მდგომარეობით იყო გართული. ნივთიერი განვითარებისა და მიწიერი წარმატებისაკენ ისწრაფოდა. მაშინ ღვთის ჟულს უმეტესად მხოლოდ ასო სწავლობდნენ. ღვთისმსახურება სრულდებოდა უფრო საწესშვეულებო დადგენილებების დასაკმაყოფილებლად. სათნოებები სრულდებოდა ზედაპირულად. ცივად, უფრო იმ მიზნით, რომ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება მოეხდინა. ამით კმაყოფილდებოდა ზაქეც. იგი ცხოვრობდა ისე, როგორც ყველა ცხოვრობდა. ახლაც ხშირად გაიგონებ. მე ვცხოვრობ ისე, როგორც ყველა ცხოვრობს. ფუჭი თავის გამართლება ცრუ ნუგეშია. სხვა რაიმეს გვაუწყებს და გვასწავლის ღვთის სიტყვა. შევედით, ამბობს უფალი. იწროისა ბჭისა, რამე თუ ვრცელარს ბჭეი და ფართო არს გზაი, რომელსა მიხავს წასაწმენდელად და მრავალი ვნენან მასზე და ვიწრო იგი, ვით არ იგი იწრო არს ბჭეი და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა და მცირედნი არიან, რომელი ჰპოვებენ მას. ვიწრო ბჭე არის ღვთის რჯულის გულმოდგინე. საფუძვლიანი შესწავლა, როგორც წმინდა წერილში, ისე ცხოვრებაში. ვიწრო გზა არის საქმიანობა, რომელიც სავსებით სახარების ცნებების მიხედვით არის წარმართული. აქაც ერთი წამით გავჩერდეთ. ნახეთ რა ითქვა, უფალი როცა მოვიდა, ებრაელები იყვნენ დაკავებული, რომ კარგად ეცხოვრათ. მიწიერი წარმატებისთვის მიეღწიათ, კომფორტი მოეწყოთ და ასე შემდეგ. დღეს ახლა იგივე არ ხდება? ერთ-ერთში მაშინა წეს შეულებებს ასრულებდნენ ზედაპირულად. ადამიანი მოდის ტაძარში, მაგრამ გულგრილად. უნდა ნათლობა ენებზეუნები, რომ უნდა მოემზადო ნათლობისთვის, გამოიკვლიოს ჟული, შეისწავლო, მერე გადაწყვიტო ესე ცხოვრება და უნდა მოინათლო და გეუნება. მამაო, მეჩქარება რა, მალე მომნათლე რა. ადამიანი მოდის ტაძარში, უნდა დაიწეროს ჯვარი და ეკითხება, რა ღირს ჯვრისერა? ამ დროს შეიძლება მისთვის ჯვრისერა საერთოდ შეიძლებაოდეს. ან მეორე ქორწინებაში იყოს, ან რაღაცა პრობლემა ქონდეს, ან უკანონო თანაცხოვრებაში რაღაცას აშავებდეს. ის კი არ აინტერესებს. ჩქარე და რაც შეიძლება იაფად წავიდეს ტაძრიდან. აი ესეთები იყვნენ მაშინაც ებრაელები და ესეთები ვართ ახლა ჩვენ ქრისტიანები. ეს ადამიანს ვერ გადაარჩენს და თუ დააკვირდებით მდიდრებს ზედაპირული ქრისტიანები არიან. ერთი წამს კი იტყვის, მაგრამ რო შეხედავ, არაფერს არ აკეთებს იმას, რასაც ღმერთი ამბობს. ნახეთ, როგორ კარგად იყო ნათქვამი, ფართო არის ბჭე, რომელსაც მიყავს ჯოჯოხეთში და ბევრი დადიან ამ გზაზე და ვიწროა გზა, რომელზეც დადიან მცირედნი და საჭიროა, ანუ რთული და რომელიც მიიყვანებს სასუფეველში. და სასუფეველში ნახეთ რა უნდა მიგიყვანოს. ჟულის
საფუძვლიანმა შესწავლმა და ცხოვრებაში ამის დანერგვა. ყველა საქმეს ქრისტიანი უნდა აკეთებდეს იმის მიხედვით, როგორც ამბობს სახარება. მისი მეტყველება უნდა გავდეს ქრისტიანის მეტყველებას. მისი საქციელი უნდა გავდეს ქრისტიანის საქციელს. მისი ჩაცმა უნდა გავდეს ქრისტიანის ჩაცმულობას. აზროვნებათაც კი აი მარტო თვითონ რო არის და ვერავინ არის მარტო ღმერთმა იცის, იქაც უნდა ცდილობდეს რომ ღვთისენაში არც ეცოდოს, იმიტომ სადაც არის კაცის საუნჯე, მერე იქ არის მისი გული. თუ გონებაში დაუშვა კაცმა ცოდები, მერე ნელა-ნელა სიტყვითაც იწვის, საქმედაც გააკეთებს და მერე შეიძლება სხვებსაც დაარიგოს შკუა, რომ შეცოდონ. ხშირად არის ხოლმე ეხლა თანამდებობისთვის შეუფერებელი პირიაო. და რას გულისხმობენ, იცი ხთავს რო არიღებს. ფულს რო არაკეთებს. რამდენი ჩვენი ახლობელი გაუშვეს დიდი თანამდებობიდან, იმიტომ რომ ფულს არაკეთებდა და ისო უკაცრავად ჩვენ შევუთო ფულსო და დააყენეს სხვა. არა და პირიქით უნდა იყოს, უნდა მოძებნო კაცი, ვინც არ არის ანგარებიანი. ვინც აკეთებს საქმეს ისე როგორც არის სწორი და არა იმის მიხედვით, რამდენ შეუდებენ ჯიბეში. იმ დროს, როცა ზაქე თავისი ცხოვრების ღვთისადმი მტრული სოფლის ჩვეულებისამებ წარმართავდა. და როგორ სოფელი ბრძნობს და ამბობს, უზრუნველი მდგომარეობა მოიწყო, რომელსაც მნიშვნელობა და ბრწყინვალება არ აკლდა, ხოლო სულიერი თვალსაზრისით დაღუპული ცოდვილი იყო, ჯოჯოხეთის საპყრობილეებში საუკუნო სატანჯველისთვის უკვე განწირული, ამ დროს სოფლის მაცხოვარი დედამიწაზე თავის მოგზაურობას აღასრულებდა ისრაელის 12 ტომის სამკვიდროში. საქე უფლის ნახვის სურვილით აინთო. მან თავისი ქმედებით სურვილის გულწრფელობა დაამტკიცა. გულთან მხილავმა უფალმა მისი ნება სურვილი მიიღო და ინება ზაქეს შინ წვეოდა. დაუკვირდით რა გარი სიტყვებია ნათქვამი? საქეს აწყობილი ქონდა საქმე. აი მარტივად რო ვთქვათ. დაალაგებული ქონდა ყველაფერი ბედნიერებისთვის, წუთი სოფელი ამის გამო აქებდა და პატივს და დიდებას არ აკლებდა, მაგრამ ის იყო დაღუპული. სულიერად ჯოჯოხეთში სატანჯველი ელოდა. და ამ დროს უფალმა შეიარა იერიქონში. და ზაქეს გაუჩნდა სურვილი, რომ ენახა. და დაბალი იყო. და რო ენახა, ხეზე აძვრა. ანუ ის სურვილი ქმედებაშიც მოიყვანა, რომ დაენახა. და უფალი გაჩერდა და ეუნება, რომ მასთან მივიდოდა სტუმრად. ჩვენ რო გაგვიშტება სულ გადარჩე. იმას უნდა მიაყოლო ქმედებები. ქმედება თუ არ მიაყოლე, მარტო სურვილი ადამიანს ვერ გადაარჩენს. ცოდვილი სიხარულმა მოიცვა. როცა უფალი თავისთან მოსული ნახა და ცოდვილს თავისი ცოდვები შეზაგდა, შეძულდა თავისი ცოდვები, უფალი რო დაინახა მასთან სახში. მისი გული ცოდვილი ცხოვრების ნაყოფის, ხრწნადი სიმდიდრის სიყვარულს მოწყდა. სიმდიდრეს მოწყდა უკვე მისი გული, უკვე უფალზე ფიქრობდა, აღარ უნდოდა ის ოქროები, ვისაც ცხოვრობდა. გულთამხილველი უფალი წინაშე წარდგარმა ზაქემ თქვა, აჰა უფალო ზოგი ნაყოფდა ჩემთან მივსეგ ლახაკთა და უკვე თუ ვისმე წილი დავსდევ, მივაგო 4 წილი. ამ აღთქმაში არის ცოდვის, სინანულის და გამოსწორების შეგნება, უდიდესი თვით უარყოფასთან ერთად. აი ესეც უნდა დავიჭიროთ და არ უნდა გაგვიქცეს. საქემ იგრძნო ცოდვა, იგრძნო რომ აუცილებელი იყო სინანული და გამოსწორება. და ეს რო იგრძნო თავისი თავი ჩადვალა უდიდეს ცოდვილად, საკუთარი თავი უარყო. კაცმა თუ თავის თავი არ უარყო, ვერ გამოსწორდება. ზაქე აღიარებს მექთამეობას და გადაწყვეტს უხვი ჯილდოებით გამოასწოროს მოყვასის ჩაგვრა. ზაქე აღიარებს თავის მომხოჭელობას და მოწყალების უხვი გაცემით სურს თავისი ქონება და გული გაასუფთავოს, განწმინდოს. ზაქეს სინანულს უფალი მაშინვე იღებს. იმ ცოდვილის შესახებ, რომელიც რამდენიმე წუთით ადრე
უარყოფილებსა და დაღუპულებს შორის ირიცხებოდა უფალი აცხადებს. დღეს იქნა ცხოვრება სახლის ამის. რამე თუ ესეცა შვილი აბრამისი არს. ნახეთ, ერთი წუთის წინ იყო წარწმედისთვის გამზადებული, აღიარა, თქვა რომ დაარიგებდა მოწყალებას და უფალი უკვე ამბობს რომ ის არის მართლებში. ეხლა ჩვენ რო გავხედავთ ხოლმე იმ ადამიანებს, ვინც ფულს ეხვეჭება უსამართლოდ. მოწყალებას იმიტომ კი არ გასცემენ, რომ ღმერთმა აპატიოს. საქე მოწყალებას იმიტომ გასცემს, რომ ღმერთმა შეუნდოს. ზოგი მოწყალებას იმიტომ გასცემს, რომ კანონების მიხედვით რაღაც ფულს რო გასცემ, მიახლოებით ესეა, მე ზუსტად ვერ ვკვირვი, მაგრამ ეგრეა. მე გადასახადებისგან რაღაცა თავისუფლდება და ამაშიც მოგებას პოულობს და იმიტომ გასცემს მოწყალებას. და ეგ რანაირი მოწყალებაა? ქოლის საქმეს რო ჩადიხარ რაღაცისგან თავისუფლდები, მე მგონი ეგრეა კანონებით. და მაგიტომ აკეთებენ. ნახეთ როგორ ათქოს აქე. ვინც ვაწვალე, ვისაც სილი დავწამე, ჟული ითხოვდა რომ თუ წაართვა ლარი უნდა მიეცა ლარი და 25. 1/4-ით მეტი და ეს ამბობს რომ 4 ლარს მიცემ. 4-ჯერ მეც მიცემ, განა მე 4-ს დავუმატებო. 4-ჯერ მეც მიცემ. და კიდე რას დამრჩებაო იმას მოწყალებად გავცემო. იმიტომ რთული მდიდარიო ცხონდეს. იმ ფულს არ ეხება რომელიც გადადებული აქვს. იმ ფულს არ იგებს რომელი ფულიც კიდე ფულს მოუტანს. ეხლა უხერხული ამბავია. და თუ გულწრფელად ნანობ. ეხლა ბევრს ლაპარაკობენ რომ საჭმელები ძვირია. ბენზინი ძვირია, ყველაფერი ჩამოთვალე ძვირია. თურმე საქართველოში შემოდის ლარად, იყიდება ლარი და 80-ად ყველაფერი. 80% ადებენ გადასახადს. მაგით ხო უბრალო ხარსთან ჯავენ. ეხლა თუ აქვს გულწრფელი სინანული. და არ იგონ ეხლა ეს. ყველა ზოგი იტყვის ჩვენ ჯიბეებში რატო ყოფ ხელსო? მე არ ყოფ არავის ჯიბეში ხელს. აი სინანული. განა ის უნდა თქვა რომ სხვა გზა არ მაქვს ძვირად რომ ყიდი. გააძვირე, გაქუფლება რომ გააძვირო. მაგრამ შედავლოცილო მოყვასე ხო უნდა ეზრო. ეხლა ამათ რომ მეკთამეობის საშუალებაც მიცე, ვინც ვაჭრობით ამნე ფულს გვართავს. ისინი რას ეზავენ, მე თანამდებობაზე დააყენე. ყველა კითხვაზე პასუხი სახარებაშია. ესენი კანონებს იღებენ, იმდენი კანონი მიიღეს რომ კანონებში რო გაერკვა რამდენი კანონია მიღებული, მთელი ცხოვრება მაგას და შესწირო, რომ იმდენი კანონი მიიღეს და სახარებაში აცნებაში წერია ყველაფერი. ყველაფერს არეგულირებს თუ იმას შეასრულებს. თუ და ვინმეს გამოსწორება, საქის მიბაძოს, მეკთამემაც და მომხუჭელმაც. საქე ხორციელად აბრაამის შთამომავალი იყო. მაგრამ ღვთის სიმართლით აბრაამის ზე მხოლოდ სათნოების მეშვეობით ხდება. სიტყვებში სახლი შეიძლება ვიგულისხმოთ საქეს სული, რომელშიც ხსნა სინანულის კვალდაკვალ შევიდა. რომელმაც ეს სული ცოდვისაგან განწმინდა. შეიძლება უფლის ეს სიტყვა ეხებოდეს ზაქეს სახლეულს, რომელიც თავისი უფროსის მაგალითზე როგორც ხშირად ხდება, ასეთივე თვითუარყოფით შევიდა ჭეშმარიტი ღვთის შემეცნებასა და ღვთისათნო ცხოვრებაში. ყველამ ვინც დაინახა რომ უფალი ზაქეს სახლში ეწვია, დორტორინვა დაიწყო. რადგან უფლისათვის მიუღებლად და დამამცირებლად მიიჩნევდნენ ისეთ ცოდვილთა სტუმრობას, როგორადაც საზოგადოებრივი აზრის მიხედვით ზაქე ითვლებოდა. ხორციელი გონებისათვის გაუგებარი იყო და გაუგებარი რჩება გამოსყიდვის საიდუმლო, რომელიც ერთიანი ძალითა და სიოლით კურნავს ყველა ადამიანურ ცოდვას, დიდებსაც და მცირეებსაც. ცოდვილები ყოველგვარი დამღუპველი უფსკვლიდან ამოყავს, რაც არ უნდა ღრმა იყოს ეს უფსკვლელი. ანუ ნახეთ, ადამიანები ვერ იგებენ ესე უცბად ღმერთთან როგორ აპატია.
ამბობენ რომ რატომ? ხშირად ხდება ხოლმე რომ აი ვიღაცა კითხავს დაგვისვას. აი ესეთი ცოდვილია მოვიდა შეინანა და რატო პატიობთ? თორე უფლის გამომსყიდველი ძალა სხვანაირად არის. ღმერთი სხვანაირად ჟის. ასეთი საოცარი მოქმედებისათვის იგი ადამიანისაგან ითხოვს გამომსყიდველისადმი რწმენას და გულსπელ სინანულს. აი რომ გაპატიოს ღმერთმა ყველაფერი, უნდა კონდეს გამომსყიდველისადმი რწმენა და უნდა კონდეს გულსπელი სინანული. აი ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ მაცხოვრის გარეშე ვერავინ ვერ ცხონდება. თუ არ წამს რომ ის არის გამომსყიდველი, ერთადერთი ვისაც შეუძლია გადაგარჩინოს, ვერ გადარჩება. რაც გინდა ცოდვილი იყო, ნახეთ ხოლოდ რა გადაგარჩენს, რომ წამს რომ იესო ქრისტე არის მხსნელი და გაქვს გულსπელი სინანული. ეს ორივე უნდა იყოს ერთად. ეს თუ არ არის, ადამიანს არ მიეტევება და ეს თუ არის, რაც გინდა ცოდვილი იყო, ღმერთი განთავისუფლებს ცოდვისაგან. ვინც დრტვინავდა, იმიდომ მტვინავდა, რომ არ ესმოდა, მათ არ ესმოდათ, რადგან მათ თვალწინ ღვთის საქმე აღესრულებოდა. მიუწვდომელი ადამიანის გონებისათვის, რომელიც მადლით განათლებული არ იყო, განმარტავდა რა მიუწვდომელს და ამჟღავნებდა გამოსყიდვის უსაზღრო ძალას, უფალმა თქვა: მოვიდა ზეკაცისაი, მოძიებად და ცხოვრებად წარწმუნდულისა. ღმერთი რომელმაც მიიღო კაცობა, რომელსაც ადამიანები არ ეძიებდნენ და არ მოუწოდებდნენ, თვითონ თავისი გამოუთქმელი სიკეთით მოვიდა მოძიებად და ცხოვრებად ადამიანთა მოდგმისა, რომელიც დაიღუპა ღმერთისაგან გაუცხოების და დაშორების გამო. ნახეთ რამ დაღუპა კაცი, ღმერთისგან გაუცხოებამ და დაშორებამ. ამიტომ არის შვილს უნდა ასწავლოს ჟული. და თან უნდა ხედავდეს რომ რასაც ასწავლი, იმას აკეთებ. თუ არ აკეთებ, ეს კიდე უფრო დიდ უბედურებას მოიტანს. მოვიდა მოძიება და ცხოვრება ყოველი ადამიანისა, რომელიც ცოდვით არის დასაღუპად გატაცებული. ოღონდ კი ადამიანმა არ უარყოს ღმერთი, რომელიც ეძიებს და მისი გადარჩენა სურს. ღმერთი გეძებს, რომ გადაგარჩინოს. მოვიდა შენთან. შენ არ უნდა უარყო ღმერთი. შენ არ უნდა თქვა უარი ღმერთზე და აუცილებლად გადარჩები. ვინც გინდა იყავი, როგორი ცოდვილიც გინდა იყავი, თუ გაქვს რწმენა და გაქვს სინანული, აუცილებლად ღმერთი გადაგარჩენს. წმინდა სახარება შეიძლება სარკე შევადაროთ. თითეული ჩვენგანი თავ კი მოინდომებს, მასში თავისი სულის მდგომარეობასა და იმ ყოვლისშემძლე განკურნებას დაინახავს, რომელსაც ყოვლისშემძლე ექიმი ღმერთის თავაზობს. ნახეთ როგორი მანუგეშებელი სიტყვებია. კაცი სახარებას ესეც შეიძლება უკროს არის სარკე. ჩაიხედავ, დაინახავ შენ თავს, შენი მდგომის მდგომარეობას და დაინახავ, როგორ უნდა გადაგარჩინოს ღმერთმა. იქ იპოვი. ყოვლისშემძლე ექიმა, რომელიც არის ღმერთი. ძე ღმერთი საკუთარ თავს ძეკაცისას უწოდებს. იმიტომ რომ მან ადამიანობა მიიღო და ადამიანთა შორის ტრიალებდა. მათგან გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდა. ეს არის უსაზღრო ღვთაებრივი სიყვარულის გამოუთქმელი ღვთაებრივი თავდაბლობის შედეგი. ძეკაცისას, როგორც საკუთარი თავის, ყოვლად სრულყოფილი ღვთის, კაცობრიობის გამომხსნელს, მსხვერპლა თავის შემწირველს და ადამიანების ყველა ცოდვის, როგორც ნაკლებლად მნიშვნელოვანის, ისე მნიშვნელოვანის გამანადგურებელს, ადამიანური ჩვეულებრივ ვთქვათ, უფლება ჰქონდა ადამიანებისათვის ყველა ცოდვა მიეტევებინა გამოსყიდვის უსაზღრო, გამოუთქმელი საფასურით. ძე კაცისას სამართალი ადამიანებზე, როგორც ჩვენ სახარებაში ვხედავთ, სრულიად განსხვავებულია სხვა ადამიანების სამართლისაგან, რომლებიც მოყვას საკუთარი ღვთისგან უარყოფილი და ცოდვით დაზიანებული სიმართლით განეკითხავენ. აი ღვთის განსხვავება და ჩვენი განსხვავება რაშია? იმას შეუძლია გამოისყიდოს
რომ ყოველი შემძლე ღმერთია, ყველაფერი აპატიოს კაცს. მაგრამ შენ, რომელიც სხვანაირად ფიქრობ, რატო ფიქრობ სხვანაირად? ღვთისგან უარყოფილი და ცოდვით დაზიანებული ხარ. და ამიტომ ვერ ხვდები ღმერთი რატო პატიობს სხვას. ვერ აღიქვავ ამას. შენ თვითონ რო რწმენა გაგიჩნდება, შენ თვითონ რო სინანული გაგიჩნდება, მე არ იტყვი რომ ღმერთმა ამას რატო აპატიო, გაგიხარდება. იმიტომ ამბობს მოციქული რომ როცა მოყვასის ორზაზე დადგება და გიხარია, შენც ორზაზე გიხარ. როცა კაცის ორზაზე დადგება და რიჩხი მოგივა იქ, გულში ესეც უნდა შეეწყალოსო ღმერთმა, შენ ნორმალური არ ხარ. შეხარ ეშმაკის მიმსგავსებული, რომ არ უნდა იმას კაცის ხონება და შენც არ გინდა რომ ვიღაცა გადარჩეს. დიდი ცოდვები აქვს, თუ ღმერთი პატიობს, შენ ვინა ხარ, რო არ აპატიო. ყველა ცოდვილი, ვინც კი გამოსყიდვა სინანულისა და რწმენით მეშვეობით მიიღო, მაცხოვარმა გაამართლა. თუმცა კი ხალხი განიკითხავდა. პირიქით მან განიკითხა ყველა, ვინც კი უარყო გამოსყიდვა სინანულისა და რწმენის უარყოფით. თუმცა ადამიანები მათ მართლებად პატივსაცემისა და ჯილდოების ღირსებად აღიარებდნენ. და ნახეთ, ეს ძალიან მკაცრი სიტყვებია. უფალმა ხო თქვა, რომ ყველას ვაპატიებ, ვინც სინანულით და რწმენით მოვა ჩემთან. თუ კი ვინმე იტყვისო, რომ სინანული და რწმენა კაცს არ გადაარჩენსო, უფალი მათ განიკითხავსო. იმათ ჟის, ვინც ამას არ აღიარებს. მიწიერად შეიძლება იყოს კაცი გამდიდებული, პატივცემდნენ, დიდი ადამიანი იყოს მიწიერი გაგებით, მაგრამ თუ არ ჯერავს, რომ რწმენას და სინანულს შეუძლია კაცს ყველაფერი აპატიოს, ასეთი კაცი ღვთისგან არის დაჟილი. დღეს სახარების სარკეში ჩვენ ნახეთ ცოდვილი, რომელიც გატაცებული იყო მომხვეჭველობის ვნებით, რომელიც ამ ვნებით მართული მოყვას უსამართლო გადასახადებითა და სხვადასხვაგვარი საშუალებით ჩაგრავდა. ეს ცოდვილი ადამიანების მიერ გაკიცხული და ღვთის მიერ გამართლებული ნახეთ მისი რწმენის და ჭეშმარიტი სინანულისათვის. მან უგეშებელი, გამამხნევებელი სანახაობა. ამ დრომდეც მაცხოვარი თავისი სარწმუნო დაპირებისამებრ ჩვენ შორის ყოფობს. ამ დრომდე კურნავს ცოდვებით მოწყვლილ სულებს. ამ დრომდე არ გადასულა მისი ღვთაებრივი გადაწყვეტილება. მოვიდა ზეკაცისაი მოძიება და ცხოვრება წარწმედულისა. ამინ. ეს სიტყვები მარტო მაშინ არ თქვა უფალმა, ეხლაც მოქმედებს. გინდა გადარჩენა. მოდი ეკლესიაში, ირწმუნე რომ შენი მხსნელი, შენი გადამრჩენელი არის იესო ქრისტე, გქონდეს სინანული ცოდვების გამო და გადარჩები. ნებისმიერი ჩვენგან ეხლა როცა ამ იგავს კითხვა, ამ ამბავს კითხულობს. იმედით ივსება, რომ მასაც შეიწყალებს ღმერთი. რომელი ვართ ეხლა ჩვენ თავისუფალი მომხოჭველობისგან? რომელიც ჩვენგან იტყვის, რომ მოყვას უსამართლოდ არ მოქცევია. ეხლა შენ თვითონ რო არაფერი გაქვს, ადვილია თქვა, რომ მეკთამეობა ცოდვაო, მომხოჭველობა ცოდვაო. შენ არა გახდა ვერ იხვეჭავდა. ნახეთ ზემოთ იყო თქმული, სადაც ფული ტრიალებს, ძალიან ძნელია, რომ ადამის მოდგმის შთამომავალი არ გაფუჩნდეს. აუცილებლად ბოროტება იჩენს თავს, სადაც დიდი ფული ტრიალებს. იმიტომ რომ მომხოჭველობა წარმოაჩენს ადამიანის დაცემას. არ განვიკითხოთ ჩვენი ხალხი ვიც მომხოჭველობს. უსურველოდ ზაქესნაირი სინანული. როგორი საოცარი სიტყვებია, რომ შევიდა უფალი მადლის სულიწმინისა, რომ შეეხო მის გულს. მოძულდა ვერცხლი, მოძულდა ოქრო, მოძულდა თავის საქმიანობა. ჩვენ თუ ცოდვა არ მოვიძულეთ, რომელიც ცოდვას გვიყვარს, ვერ გადავრჩებით. უნდა ზულდეს კაც, აი ცოდვის შადენა სიკვდილი უნდა ერჩინოს.
აი მაშინაა კაც ნამდვილი სინანული და ღმერთმა ეს სინანული მოგცეს. დათლისღების შემდგომი სახარება იყო წაკითხული, ახლა ჩვენ იმაზე ღმრთ არ ვისაუბრებთ, გაუგრძელდება სიტყვა. იქ იყო ესეთი სიტყვები, თავარი ნათქვამი, აზრი იმ სახარებისა. შეინანეთ მოახლოებულია ღვთისასუფეველი. ჩვენ მადლობა ღმერთს გვაქვს რწმენა და ღმერთმა ინებოს, რომ ეს რწმენა იყოს ცოცხალი, რომ საქმეებიც მისდევდეს მას და გქონდეს სინანული, რომ დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა, ღვთის მადლითა და კაცმოყვარებით. ამინ.